აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და სქილვილის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის ახალი საგანმანათლებლო პროექტი დაიწყო. პროექტის ფარგლებში 127 დევნილი ახალგაზრდა სწავლების თანამედროვე მაღალანაზღაურებად პროფესიებს დაეუფლება. მათ შორის IT პროექტების მართვას, გრაფიკულ დიზაინს, ვებ დეველოპმენტს, სოციალური მედიის მართვასა და კიბერუსაფრთხოებას. ახალი საგანმანათლებლო პროექტის პრეზენტაცია დღეს სქილვილში გაიმართა. ინიციატივა აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს მოთხოვნადი ტექნოლოგიური პროფესიების შესწავლასა და შემდგომ დასაქმებაში დაეხმარება. ძალიან მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი გამოვიდა აფხაზეთის განათლების და კულტურის სამინისტროს და სქილვილის ერთობლივი კოლაბორაციით. ჩვენ 140-მდე ახალგაზრდას საშუალება ექნება ციფრული განათლების მიმართულებით მიიღონ გადამზადება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ზოგადად აფხაზეთის მთავრობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი არის ახალგაზრდები, მათი ხელშეწყობა, რომ შრომით ბაზარზე იყვნენ წარმატებულები, კონკურენტულიანები და აღნიშნული პროექტი არის პირდაპირ მიმართული ამისკენ, რაც ხელს შეუწყობს მათ კონკურენტულარიანობის ზრდას და მიხარია, რომ ესეთი მასშტაბური პროექტი გამოვიდა. სქილვილი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ვაგრძელებთ ჩვენ თანამშრომლობას და არ მხოლოდ ვაგრძელებთ, არამედ ვაფართოვებთ კიდევაც თუ აქამდე დაახლოებით 30-მდე ახალგაზრდას შეეძლო უმზადება გადამზადების გავლა, ახლა უკვე ეს რიცხვი 140-მდე გავზარდეთ. ამის განმაპირობებელი იყო ის, რომ ჩვენ უკვე შევქმნით კერძო საჯარო პარტნიორობა, რომელშიც ასევე თანადამფინანსების ნაწილში დაგვეხმარა პროფესიული უნარების სააგენტო და ასევე რეზო თურნავას სახელობის ტექნოლოგიური ფონდი. მნიშვნელოვანია შესაძლებლობა, რომელიც შეიძლება აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს სწორედ ამ შესაძლებლობის გამოყენებით შეუძლია, რომ სქილვილშივე დასაქმებულიყავი, თუმცა ამის გარდა არის ასე ვთქვათ უამრავი პარტნიორი კომპანია სქილვილში, რომლებიც რეალურად შანსს აძლევენ ამ ახალგაზრდებს, რომ მათ კომპანიაში დასაქმდნენ და თავიანთი უნარები წარმოაჩინონ და პრაქტიკაში გამოიყენონ. მე დავრეგისტრირდი სქილვილში ვებ დიზაინის განხრით და ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ დავეუფლო ახალ ტექნოლოგიებს, რადგან ეს არის, ასე ვთქვათ, პროფესია მომავლის. ძალიან დიდი მადლობა აფხაზეთის მთავრობას და სქილვილს იმისთვის, რომ ასეთი დიდი საჩუქარი გაგვიკეთა ჩვენ აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდობას.